მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს არის სასოწარკვეთილი თავრობის და სასოწარკვეთილი ადამიანების წერილი. აბსოლუტურად უშინაოსო და ამავდროულად ცოტა არადიპლომატიური ეთიკით გაჟღენთილი. ყველაზე საინტერესო ამ მოცემულობაში არის ის, რომ გაწეული არის კობახიძე, მისი როლი არის დაკნინებული და ამ წერილით ალბათ ივანიშვილი და მისი თავრობა შეეცდება და მისი ხელისუფლება შეეცდება ყაოლაშვილის როლის წამოწევას. და აი ურთიერთობის უკეთესობისკენ ცდილობენ რომ ამერიკას და საქართველოს შორის უკეთესი ურთიერთობა იყოს ამასთან დაკავშირებით ყველა სიტყვით და თუ გადახედავს ამერიკა ჩვენთან ურთიერთობას საკითხს. ჩვენ გქონდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გადაცემული იყო კონკრეტული საკითხები საქართველოს თავრობის მიმართებაში და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში და როგორც ჩვენ გვახსოვს ყოფილი ელჩიდან ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო სრული იგნორი. ჩვენ გვახსოვს, რომ მაკა ბოჯორიშვილის სახით გადაეცა მაშინდელ რამოდენიმე თვის წინ ეს კონკრეტული საკითხები და ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ არ მოხდა კომუნიკაცია მაშინდელ ამერიკის ელჩთან. შესაბამისად, ეხლა ყაოლაშვილის ამ წერილში თქვათ ახლიდან ამ თემის დატრიალება ჩემი აზრით არის ცოტა არაკორექტული. და შესაბამისად, ეხლა ჩვენ რა იქნება ამერიკის რეაქცია ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ გვექნება და ვერ გავაკეთებთ ვერანაირი პროგნოზს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ეს წერილი არის სასოწარკვეთილი, წერილი არის ის, რომ მათ არავინ არ ელაპარაკება, წერილში ჩანს, რომ კობახიძე ჩაანაცვლა ყაოლაშვილმა და შესაბამისად ამ შემთხვევაში იქნება ყაოლაშვილის როლი წინ წაწეული და კობახიძის დაკნინება. ბატონო? არავინ არ ელაპარაკება, არავინ არ სცემს ეკუთვნით ეხლა და რა არის ამის მიზეზი? თავრობის ქცევა. ყოველ პარლამენტის სესიაზე ახალწლის ხელმძღვანელს აი ამ ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით რაც თქვით, ცვლილებებთან დაკავშირებით რომ თქვათ არა კანდიდატურაზე მომხდარა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის კომფორტულად მუშაობდა ყოფილ ნაცებთან და ნაცებთან, პორტირებულ ნაცებთან. მამუკა მდინარაძე იყო ნაცი, მამუკა მდინარაძე იყო კუდის ადვოკატი წინა რეჟიმის პერიოდში, მამუკა მდინარაძე იყო პროკურატურის ადვოკატი. მას ყოველთვის წინა ხელისუფლება იყენებდა ადამიანებთან საპროცესო შეთანხმებების გარიგების დროს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ახასიათებს ნაცების პორტირება და იმ ხალხის გადმოყვანა, რომელიც ქართულმა ხალხმა 1 ოქტომბერს დაამთავრა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის მოწონდა ნაცებთან თანამშრომლობა, მოსამართლეებთან, პროკურორებთან, სხვადასხვა ხალხთან, დღესაც ქართულ ოცნებაში. უმრავლესობა სავსეა ნაციონალურ მოძრაობით, სავსეა მინისტრებით, საქართველოს მთავრობა, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან აქტიურად თანამშრომლობდა, პირდაპირ მნიშვნელობით 1 ოქტომბერსაც მხარი დაუჭირეს, გუბერნატორებით, მერებით, კანდიდატებით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ბიძინა ივანიშვილის საკითხი არის, როდესაც ის არის ნაცებთან კომფორტულად, შესაბამისად არ გვიკვირს ეხლაც, რომ სუსის ხელმძღვანელადაც ნაცი მდინარაძე გაუშვა, მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი იმისა, რომ კობახიძეს ჩამოაშორა მდინარაძე, იმიტომ რომ ყველა მიცით, რომ კობახიძიდან შემოვიდა ქართულ ოცნებაში მდინარაძე, მასთან ურთიერთობებიდან გამომდინარე და ეხლა ფაქტი არის, რომ კობახიძესთან ურთიერთობაში მდინარაძე არის ჩახსნილი და ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე პირადად მართავს მდინარაძეს და შესაბამისად ზუსტად ეს ფაქტორიც არის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ადრეთვებიან გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანი უკვე მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რასაც ეთქვის იმას გააკეთებს და შესაბამისად ორი ამოცანა შეასრულა. პირველი, რომ მის დაქვემდებარებაში იქნება თავიდან ბოლომდე და კობახიძეს ჩამოაშორა, როგორც თავის დროზე კობახიძე ჩამოაშორა კალათის. ეს საკითხი რამდენი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის? ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ამ ცვლილებას, ხა გაკიდეთ, ხა იყიდე იქნება. უბრალოდ რაღაც შეიძლება მისი გადმოსახედიდან, თქვათ, რაღაც შიდა საქმეებში, შიდა ინტრიგებში, შიდაში ბინძურეებში, იმიტომ რომ შესაძლებელია გაიზარდოს უფრო მეტი თვალთვალი, პირადი ცხოვრების კადრები, კიდევ უფრო მეტი სიბინძურეს გააკეთებს და გააკეთებიებს ივანიშვილი ამ კაცს, ვიდრე თქვათ, მისი წინამორბედები გააკეთებენ. ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება იყოს, რომ სიბინძურის ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ამ უწყების მხრიდან. და მამუკა მდინარაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით რას
გითხარით, ქართულმა ოცნებამ წარადგინა ნაცი მამუკა მდინარაძე, ეს არის ჩვენი შეფასება. კარგით, თინა ბორკუჩავა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბორკუჩავა მოუწოდა ბრიანებს, რომ შეწყვეტონ თამარ ჩერგოლიშვილი თანამშრომლობა რესპუბლიკურ იმასთან კავშირით და ასევე როგორ შეაფასებთ თამარ ჩერგოლიშვილის ამ საქციელს, როდესაც ბავშვების ფოტოები გამოიყენა. ნაცების შეფასებაში ისეთი ვიქნები, როგორც ყოველთვის ვიყავი ნაცებთან მიმართებაში, ეს ხალხი არის ყველაფერს მკადრებელი, ყველაფერზე წამსვლელი, ყველანაირი სიბინძურეზე ხელის მომწერი, შესაბამისად, ჩვენი ნაცების მიმართ დამოკიდებულება, როგორიც იყო ადრე, ახლაც ისეთი იქნება. რაც შეეხება, თქვათ, ასევე ფაქტს, პარალელურ გავავლოთ, როგორც ქართულ ოცნებაში ყველაზე ამაზრზენი სპიკერები, პოლიტიკოსები, ქართული ოცნების პოზიციის გამომხატველები არიან ხალხი, რომლებიც არიან პორტირებული ნაციონალური მოძრაობისგან, ასევე ამ ფლანგზეც ეს ხალხი ყველაფერს კადრულობს, იმ ფაქტიდან გამომდინარე, აფაქტიც, რასაც თქვენ კითხვას სვავთ. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობაში რა ხდება და ამ 8 პარტიაში, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის დანაყოფი, ჩვენთვის პოლიტიკური ინტერესი, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ისინი ერთმანეთთან მიმართებაში როგორ დამოკიდებულებაში იქნებიან. უბრალოდ დღეს ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი იყენებს სასარგებლო იდეოდებად და შესაბამისად ეს ადამიანები ზოგად პოლიტიკურ პროცესს აზიანებენ, აძლიერებენ ქართული ოცნების პოზიციას. ეს არის ჩვენი გადმოსახედი და ჩვენი სათქმელი, რაც შეიძლება ვთქვათ, ამ 8 პარტიასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენთვის არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ხალხი ერთად დამარცხდა 1 ოქტომბერს, 2016 წელსაც ერთად იყვნენ და ეხლა რამდენ პარტია დაიშლება ნაციონალური მოძრაობა, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და თამარ ჩერგოლიშვილი ამ საქციელთან დაკავშირებით რა სიტყვით, პატარა ბავშვების ფოტოები რო გამოიყენა, აი რამდენად სწორი არის ეს საქციელი? ნაციონალური მოძრაობის წევრები, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით ადამიანების მიმართ, მათ არ გააჩნიათ ზნეობა, არ გააჩნიათ მორალი, ეს არის ჩვენი შეფასება. რაც ვფიქრობდით ადრე მათზე, ზუსტად ისევე ვფიქრობთ. არ იცვლებიან, არასდროს არ იცვლება მათი ბუნება, როგორებიც იყვნენ, ისეთები დარჩებიან და ისეთები გააგრძელებენ ცხოვრებას. მე თქვენ რაც გინდათ ის ეს დავამატებ მაშინ ესე იგი გარემო კითხვას შევავსე, რომ რა მოვლენები გაქვთ 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, 8 ოპოზიციური პარტია კვლავაც აზრის შეცვლისკენ მოგიწოდებს და რა იქნება თქვენი პასუხი. შეძლებს თუ არა თქვენი საერთაშორისო განშტოები კახაკავაში დამარცხებას. ეს იქნება შემდეგი კითხვა და ერთი წელი. და კიდევ გითხავთ თამარ ჩერგოლიშვილი მე სააკაშვილო დამბლოკავდა ისიც რომ მათთან მე ვარანაირი ურთიერთობა არ მქონდაო და აი ამ თემასთან დაკავშირებითაც რომ მიპასუხოთ რესპუბლიკურ თემაზე. პირველში გვიან შედაპირისპირება ამაზე მითხარით. ეს ადამიანები, ვიზით თქვენ კითხვას მისვავთ, ეს ადამიანები შეადგენდნენ ყველაზე აგრესიულ ფრთას ნაციონალური მოძრაობის რეპრესიული აპარატის. შესაბამისად, ეხლა, როდესაც მათ ბოლომდე ჩაყდნენ სააკაშვილს და დამარცხდნენ 1 ოქტომბერს, მერე მათ ურთიერთობებში რა შეიცვალა, ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვიღაცა, ეხლა ეგრე მდინარაძეც მაგლოკიკის არის, ხო? ახლა სააკაშვილს შეიძლება 2014-იან, 15-იან, 16-ში დაუპირისპირდა. შეიძლება პირველად საერთოდ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ არჩევნებში მაშინ მიცა ხმა, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა. მაგალითად, მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც იყო აგრესიული ნაცი იყო, მაშინაც კი, როდესაც ქართული ოცნება პოლიტიკურ პროცესში იყო, მას შემდგომაც.
მაგალითად კულტურის მინისტრი, რომელიც დღეს ყავს მთავრობას, სანდრო გირგულიანზე ამბობდა და არჩელებდა ზუსტად იმ გინძურჭორებს, ჩვენ გვახსოვს, ყველაფერი კარგად გვახსოვს ამ პროცესის მონაწილეები ვინც ვიყავით, რომ რასაც ავრცელებდა მაშინდელი კუდი და სოდი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პროპაგანდა. ბევრი დეპუტატი, რომელიც მე შევიდა ქართულ ოცნებაში, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა დამარცხა, ბევრი არის ამ ქვეყანაში პოლიტიკოსი, ბრჭყალებში, რომელიც დღეს პოზიციონირებს თითქოს რაღაცა კონფლიქტში იმყოფება სააკაშვილთან, მაგრამ როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ბობოქრობდა და ადამიანებს აწამებდა, არადამიანურად ეპყრობოდა ციხეებში, ქონებებს ართმევდა, ეს ხალხი არასდროს არ დაპირისპირებია სააკაშვილს მაშინ, როდესაც მას ჰქონდა ხელისუფლება, მეცაც გეტყვით, ისინი სარგებლობდნენ ამ პრივილეგიით, ძალიან მდიდრულად ცხოვრობდნენ, სახელმწიფო და ბიუჯეტური პრივილეგიით სარგებლობდნენ. ეხლა სადღაც სააკაშვილის დამარცხების მერე ვიღაცებმა წაქცეულზე დაიწყეს რაღაც წიხლების თქმა, ეს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენს აღქმებში და ქართველი ხალხის უმრავლესობის აღქმებში ეს ადამიანები არიან წინა სასტიკი რეჟიმის შემოქმედები ნაწილი, ამიტომ შესაბამისად ეხლა მათში შიგნით ეხლა ერთმანეთს როგორ წაეჭუბებიან ან ერთმანეთზე რაც უფრო მეტ სიბინძურეს იტყვიან, ამას ჩვენთვის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ჩვენი პოლიტიკური ამოცანებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ რაც იყვნენ, ისევ ისეთები არიან და ისეთები გახდებიან. და ისევ გააგრძელებენ ისეთად ყოფნას. მათი ბუნება არ შეიცვლება, რაც იყვნენ და როგორც ახსოვთ ქართულ ხალხს წინა რეჟიმის ხალხი, ზუსტად ისეთები გარჩევიან ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე ისეთები ისინი არ შეიცვლებიან არასდროს. ეს არის ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, კონკრეტულად რაღაცა პოლიტიკური თვალსაზრისით და სტრუქტურული თვალსაზრისით ჩვენთვის არ არის საინტერესო, მაგრამ ეს ხალხი აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, აკეთებს და იქცევიან ისე როგორც სასარგებლო იდიოტებს ახასიათებს და უხანგრძლივებენ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას არსებობას. ეს არის ჩვენი პოზიცია. მე ამ ხალხს ვიცნობ, ძალიან დადებითად ვარ ამ ადამიანების მიმართ და ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი აქამდე. ნახოთ, რას იძამენ ხვალ და ზეგ, როგორ იქნება მათი პოლიტიკური ხაზი, მათი პოლიტიკური დღესასრიგი, მათი პოლიტიკური საქმიანობა, შეგვიძლია შემდგომში შევაფასოთ, მაგრამ პიროვნულად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე ამ ადამიანებს ვიცნობ და მათ მიმართ ყოველთვის აქამდე მქონდა მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება. ასე სულ ამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთე, სადაც თქვეს, რომ ოპოზიცია უცხოეთიდან ფინანსდებოდა არეულობა და რევოლუციას უწყობენ ხალხსო და თავის მიმართვა არანაირი არ უშლიან ხალხს, არამასთან დაკავშირებით თქვენ ეს თქვით. ხო გეუბნებით, ანუ მათი პოლიტიკურ განცხადებებს მომავალში უფრო შევაფასებ, მაგრამ პიროვნულად მე ამ ხალხს ვიცნობ და აქამდე მქონდა მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება. ხვალ და ზეგ როგორ მოიქცევიან, რას გააკეთებენ, ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, შევაფასებთ მათ საქციელსაც, მათ პოლიტიკურ საქმიანობასაც და ყველაფერს მათთან ერთად. მანდატებს ეკითხა, როგორ შეაფასებს პრეზიდენტზე მანდატების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, როგორც დღეს განიხილება ადმინისტრაციული საკითხი კომიტეტზე და რა იქნება თქვენი გუნდის შედეგი პოლიტიკური ნაბიჯი ამ გადაწყვეტილების შესახებ? სამართლებრივად ის პროცედურა, რაც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, ეს იყო არაკონსტიტუციური. ჩვენ ვიმყოფებოდით პოლიტიკურ ბოიკოტში და შესაბამისად აქედან გამომდინარე მათ ამის კონსტიტუციური უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ რადგან დაარღვიეთ მათ ეს კონსტიტუცია დაარღვიეს და ვართ ამოცემულობაში, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბოიკოტს. ეხა ამ მოცემულობაში, როდესაც საარჩევნო კამპანია ტარდება, ჩვენთვის ეს საკითხი ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც დამთავრდება არჩევნები, დადგება სხვა პოლიტიკური რეალობა, ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას. შინეთ მაინც მიწვია საქართველოს ალბომს და ხედავთ ამის მიმართ კრიტიკას, აი რას თამამად დაკავშირებით რომ არ მიწვია საქართველოს. მე ვფიქრობ, კრიტიკა არ არის, უფრო დაცინო არის და სწორიც არის, დასაცინი არის ქართული ოცნება. ქართული ოცნება არავის არ ჭირდება.
არც ჩინეთს არ ჭირდება, არც ამერიკელებს არ ჭირდება, არც მეზობლებს აღარ აქვს ამის მიმართ ინტერესი. ქართული ოცნება არის გადასული ერთადერთზე მოპარული ფულის შენარჩუნებაზე და ამ მოპარული ფულის დემონსტრირებაზე, მე რაღაცა სხვადასხვა ძვირადღირებული მანქანების შეძენით, რაღაც თქვათ ამით აპელირებით, ამით თავის მოწონებით ბჭყალებში და ანუ ამ ხალხს გონია რომ შეერ ქვეყანაში თუ კორუმპირებული მერი რაღაცა ძალიან ძვირადღირებული მანქანით ივლის ეს მათთვის რაღაცა მარკეტინგული ხრიკია და მარკეტინგულად ეს მომგებიანი არის. ეს არის ძალიან სამარცხვინო და შესაბამისად ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საზოგადოება ადრე თუ ბიან მათ პასუხს გაცემს. რაც შეეხება ქართული ოცნების ადგილს სამყაროში და ანუ შესაბამისად მაქედან გამომდინარე ჩვენ ადგილს, ეს არის დაკნინებული სამწუხაროდ, მათ არავინ არ ელაპარაკება, არც ამერიკელები ელაპარაკებიან სამწუხაროდ, არც ევროპელები ელაპარაკებიან, არც ჩინელები არსად პარტიზებენ მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ დიდი რესურსი ჩადო იმის პროპაგანდაში, რომ აი რამე რო იყოს ჩვენ ეკონომიკურად სხვა ქვეყანებს ჩავანაცვლოთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ადამიანები აყენებენ ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსს კითხვის ნიშნის ქვეშ, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას და თუ იქნება ალბათ შემდეგი კითხვა ვიზებთან დაკავშირებით, თუ გნებავთ მე განვავსოთ. არა, მე არ მithქვამს, რომ ჩინეთის სწორად მოიქცე, მე ვთქვი ის, რომ ქართულ ოცნებას არავის აღარ აინტერესებს და არსად აღარ პატიჟებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხან ერთ ავტორიტარულ რეჟიმთან იწყებენ თავის მოქანვას, ხან მეორე ავტორიტარულ რეჟიმთან ცდილობენ რაღაცა ურთიერთობის დალაგებას, საერთოდ უფუნქციო არის და სამწუხაროდ აქედან გამომდინარე ქვეყნის სტრატეგიული პოზიცია კნინდება ამით. ანუ ქართული ოცნება რასაც აკეთებს, გარდა იმისა, რომ თავის თავს, რა თქმა უნდა, იმცირებს, ამით საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებსაც აზიანებს და მათი თქვათ საერთაშორისო ფაქტობრივად ჩავარდნილი არის ყველა მიმართულებით. ერთადერთი ფუნქცია შეუძლია გააკეთონ, არ ვიცი. რუსეთის დავალებით სომხებს გაუჩერონ რაღაცა ტრაილერები, რაღაც ექსპორტიზე ხელი შეუშალონ და სამწუხაროდ ქართული ოცნება ნელ-ნელა გადადის რუსების ხელში ბერკეტში, როდესაც აი სომხების ეკონომიკურ ინტერესებთან მიმართებაში იყენებენ სამწუხაროდ ჩვენ სახელმწიფოს, აზერბაიჯანთან მიმართებაში იყენებენ ჩვენ სახელმწიფოს და კითხვის ნიშანი არსებობს, როგორ მოხდა ნავთობპროდუქტებში ის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც მოხდა, იგივე რაც თქვათ რუმინეთში გამოძიების შედეგად დადგინდა დაბინძურებული იყო ის ნავთობპროდუქტები, რომელიც საქართველოს გავლით შედის ევროპაში. აი ეს ფუნქცია აქვს ქართულ ოცნებას, რაღაცა დაავალონ რუსებმა, იქ სომხებს ტრაილერები გაუჩერონ, აზერბაიჯანელებს ტრაილერები გაუჩერონ, იქ რაღაც ეკონომიკური პრობლემები შეუქმნან, პორტში დააყოვნონ ტვირთები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან ამ ფუნქციაზე არის დღეს დასული ქართული ოცნება სამწუხაროდ, როდესაც ის აი ამითაა დაკავებული, რასაც ეტყვიან, რომ აი ეს სომხებს ტრაილერი გაუჩერი, აზერბაიჯანელებს ნავთობში რაღაცა ჩაუსხი, სამნე იქ რაღაც ეკონომიკური პრობლემები შექმენი, ან ბერკეტად იყენებს სამწუხაროდ რუსეთი ქართული ოცნების ხელისუფლებას. ეს ფუნქცია აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ საერთაშორისო ასპარეზზე მათ პატივს სცემდნენ და რაღაცა პოზიციონირებდნენ, სამწუხაროდ ჩვენ არ გვიხარია. რა თქმა უნდა, არ გვიხარია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხა ვიღაცა იმას კი არ ეძახის ირაკლი კობახიძეს, ამ შემთხვევაში ეძახის საქართველოს და იქ სადაც საქართველოს ფუნქცია და როლი კნინდება, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ კავკასიაძე არ გვაყენებს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე პირადად არ მინდოდეს, თქვათ, რაღაცა ქართული ოცნების წარმატება, მაგრამ მინდა საქართველოს წარმატება. ევროკომისიის დათქმების შესრულებისვა და ამოიწურა. ქართულ ოცნებამ არც ერთი დათქმა არ შეასრულა. რა მოლოდინები არსებობს ახლა? რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ევროკომისიამ ვიზო მოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით? ფაქტი არის ის, რომ აქაც ქართული ოცნება მოიქცა ძალიან უპასუხისმგებლოდ და ეგოისტურად. გარდა იმისა, რომ არც ერთი პირობა არ შეასრულა და ეს პირობები აბსოლუტურად რელევანტური იყო ქართულ დემოკრატიასთან მიმართებაში, შეიძლება რაღაცა ვიღაცებისთვის რაღაც საკითხები საკამათო იყოს, მაგრამ მთავარი ხაზი თქვა არჩევნები, პოლიტპატიმრები, ვადამდელი არჩევნები
თქვათ, ეხლა დრაკონული კანონების გაუქმება ეს აბსოლუტურად რელევანტური არის, იმიტომ რომ თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნებში ასეთი კანონმდებლობები არსებობს. ქართულმა ოცნებამ დაინახა რა, რომ მათზე იყო ზეწოლა და იყო რისკი, რომ თქვათ, მათი ოჯახის წევრებზე ყოფილიყო ევროკავშირიდან პერსონალური სანქციები. შესაბამისად ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეს მათ აირიდონ და ამაში ჩაითრიონ ქართველი ხალხი, რომელიც არაფერ შუაში არ არის. უვიზო მიმოსვლის გაუქმება, რა თქმა უნდა, დაარტყავს ჩვენ სტრატეგიულ ინტერესს და ასევე ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის როგორც ჩვენ ემიგრაციას, ასევე იმ ხალხს, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის დასავლეთთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, მათი პირადი დღესასრიგიდან გამომდინარე. ქართულმა ოცნებამ შეძლო ის, რომ თქვა, იპოვა თავისნაირი რეჟიმი, თქვა, უნგრეთში და ორბანის საშუალებით შესაძლებელი გახდა მათთვის დაევლოკათ პერსონალური სანქციები, ამიტომ რადგან თვითონ პერსონალურად გადარჩნენ, ეხლა თქვენ პირადად ეხლა ერთ წელიწადში რომ მოგინდეთ თქვენი არდადაგების გატარება, ან თუნდაც თქვენ პირად საქმეებზე წასვლა, მნიშვნელოვან საქმეებზე ღმერთმა დაგაჭირეთ, მაგრამ ხო არსებობს სხვადასხვა მოთხოვნილებები, საერთოდ არ აინტერესებს. იმიტომ არ აინტერესებს, რომ ეხლა თქვენ წახვალთ თუ არა და თქვენ პირადად განვითარდებით თუ არა, ეს ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არ არის. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის მოპარული ფულის შენარჩუნება, ხელისუფლების ყოფნის გახანგრძლივება და დანარჩენი ეხლა თქვენი პირადი კეთილდღეობა მისთვის არ აინტერესებს. მის ირგვლივ მყოფ ხალხს არ ინდობს და ახლა სხვა ვიღაცა საქართველოს მოქალაქე მისთვის ფასეულობას არ წარმოადგენს. ერთი კითხვაც მაქვს, ბოლოს შეკითხვა, ამ კვირაში გამოცხადდება აქციების დროს დაკავებული მიტინგების საქმეებზე განაჩენი. აქტივისტების ოჯახებს ობიექტურობის მოლოდინი არა, მაგრამ მოლოდინები გაქვს თქვენ. მე საერთოდ არ მიყვარს ხოლმე წინასწარ საუბარი. მე ვისურვებდი, რომ ამ ადამიანების მიმართ დამდგარიყო საქმე შეწყვეტილიყო და ეს ადამიანები ჩვენ ვიხილოთ თავისუფლებაზე, მაგრამ მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ამ ადამიანების თავისუფლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდა ხალხის თავისუფლება, გადის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დასუსტებაზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დასუსტება ამ მოცემულობისთვის შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებზე. სხვა დანარჩენი გზა, რომელიც რაღაცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიდან ისმის, რომ მშვიდობიანად უნდა დაამხო, იქ რაღაც სადღაც უნდა შევარდენ, ეს რევანშისტული ვნებები სამწუხაროდ აძლიერებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. დღეს ქართული ოცნების დასუსტება გადის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, მათ შორის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და განსაკუთრებით ის ამომრჩეველი, რომლის არჩევანის წარმოადგენლების აქტიურად უჭერენ ბოიკოტს და არაფერს არ თავაზობენ თუნდაც საკუთარ ამომრჩეველს, მოხდეს ამ ადამიანების მისვლა არჩევნებზე და მათი პოზიციის დაფიქსირება. თვითმმართველობის არჩევნებზე თუ დასუსტდებოდა ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობდა ამ ადამიანების უფრო ჩქარა განთავისუფლებას. მაგრამ მე ვისურვებ, რომ მაინც ყველას ახლა ფულის სიღრმეში მათი ყველა ოჯახის წევრს აქვს იმის იმედი, რომ ეს ადამიანები აღარ იქნებიან ციხეში. მაგრამ დავალოდოთ მოვლენებს და შემდგომში შეიძლება ამასთან დაკავშირებით თქვა პოზიციის დაფიქსირება. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ხალხი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, თავიანთ შვილებს, თავიანთ ნათესავებს, მეგობრებს. მოლოდინი იმისა, რომ თქვა, რომ ეს ადამიანები განთავისუფლებიან, თქვა, ალბათობა შეიძლება ვიღაცებისთვის ნაკლები იყოს, მაგრამ ახლა წინასწარ ამის პროგნოზირება მაინც ვფიქრობ არ შეიძლება. მაგრამ ბიძინა ის რომ გარანტირებულად პოლიტპატიმრებია, თუნდაც მაგალითად მზიამაღლობელთან და სხვა ადამიანებთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მათი თავისუფლება გადის ქართული ოცნების დასუსტებაზე. ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც შეიძლება ოცნების დასუსტება არის ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები. ის ადამიანები, ვინც ვადამდელ ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში ჯერ ბოიკოტს აცხადებენ და მე ხალხს მეუწოდებენ, რომ არ გავიდნენ არჩევნებზე, არიან ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები, მავნებლები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გახანგრძლივდეს.
მადლობა.